გამარჯობა ძვირფასებო, როგორ ხართ, რა შვებით? გილოცავთ გიორგობას, შეგეწიოთ მისი მადლი, მრავალს დაესწარით, იხარეთ, იბედნიერეთ და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჯანმრთელად იყავით, კარგად იყავით და გამრავლებული იყავით. ესეთი ამბები მეგობრებო, ვიყავი ჩართული იმედი, ვიყავი მაღაზიაში და რაღაცები ვიყიდე, თან ფარში ვიყიდე, მოკლედ კატლეტები უნდა გავაკეთო, დუხოვკაში მინდა გავაკეთო, ამიტომ მოდით გავაცხელეთ მანამდე სანამ ჩვენ ამ ყველაფერს დავამთავრებთ. აუ არა, ეს სიტუაცია არ მომწონს, აქროდებს ყველაფერი და საწავიღო ისიც არ ვიცი, რაღაც უნდა მოვიფიქრო, სხვაგან უნდა დავალაგო ესენი. ვიყავი მაღაზიაში მაინც რაღაცები დამავიწყდა, რა თქმა უნდა. მაინც რაღაცები დამავიწყდა. კეთინო რაღაცაზე ჩხუბობს. რაღაცები დამავიწყდა, რა თქმა უნდა, კეჩუპი დამავიწყდა, ახლა გამახსენდა, ვნახოთ თუ არ დამეზარა, მერე ჩავივლი, იმიტომ რომ მილენა კეჩუპის გარეშე არაფერს არ ჭამს. მოკლედ. ვიყიდე ზეთი, აქციაში იყო. ნუ პური, რა თქმა უნდა, პური საერთოდ აღარ მქონდა. ერთი დაუჭრელი ვიყიდე, ერთი შავი დაჭრილი ვიყიდე, მე ძალიან მიყვარს შავი პური და ერთი ბავშვებს ჩვეულებრივი დაჭრილი ვიყიდე, ტოსტერში. ვიყიდე ესეთი ჩხირები, გემრიელი ტკბილი. ვიყიდე საფანელი კატლეტებისთვის. ლარი და 40-50 ლარი დაურნაბიჯი. ვიყიდე შპროტი ტომატში და ისე ჩვეულებრივი შპროტი ზეთში. ორ-ორი. მოდი იყო, მოდი. რა იყო? მოდი. კი, აბა რომ დაქნა. გადააგდე მერე და ხო. ესენი შევინახოთ. გადააგდე დედიკო მერე და მერე სხვა რაღაცაში შევფუთავთ. ბავშვები ეხლა, ბავშვებმა გამომატანეს ნაძვის ხე საკუჭნაოდან და უნდა მორთონ, ეხლა მთელ ამბებში არიან, სანამ მე ამას ყველაფერს მივხედავ. მოდით მერე გაჩვენებთ. ხო, ჯერ არ მოვდივარ. ჯერ სანამ მე სადილს გავამზადებ. შევდგა უფრო სწორედ, მერე მათი ამბები იყოს. ეზოდან შემოვედი, იქ ცოტა ცივიქარია, გოდი შევხდი. ცხვირიდან მომდის. ხო, დედიკო. აბა სად? სად ხარ? კოჭის? ახალია რა ვიცი. ხო, რაღაც ახალი ფილმის. რძე ვიყიდე ერთი და ერთი კეფირი. პურის ნატეხები უნდა შევურიო ფარშს. მოდით პურს დავასხავ წყალს. რომ დარბილდეს ჩვენი პური. დუხოვკაში კატლეტები არ გამიკეთები არასოდეს, მაგრამ იმის მერე რომ ფრთები გავაკეთე დუხოვკაში და ძალიან მომეწონა, გადავწყვიტე ეხლა ესენი დუხოვკაში გავაკეთო. იმედია ბავშვებს მოეწონებათ. მაინც ერთდროულად ყველა ვერ ჩაეტევა, სავარაუდოდ ორი პარტია მომიწევს. აი ერთ პარტიას რო გამოვიხებ და ბავშვებს გავასინჯავ, მერე ვნახოთ მოეწონებათ თუ არა და დანარჩენს მერე ისე შევწავ ზეთში, ხა ზეთის გარეშე მიდავცადო რა გამოვა. დიდი ყავა ვიყიდი აქციაშია ლიბრეში უკვე რამდენი დღე დევს, მე კიდე და მოვასწრო და ვიყიდო 18 ლარად 320 გრამიანი ნესკაფე მეგობრებო, 18 ლარი, სულ არ არის ძვირი.
ეს აქციის გარეშე 32 ლარამდე ღირს როგორც მახსოვს. ესეც მე მგონი 4 ლარი ღირდა რერას ფენოვანი ცომი 4 ლარად. ესეც რომლებიცი ბავშვებს თითო წვენი ვუყიდე. ატმის სანდორა გემრიელია ძალიან. რა თქმა უნდა თითო სალფეტკი სკოლისთვის აუსველი სალფეტკიც მინდოდა მეყიდა მათთვის და დამავიწოდა. სანტეს კარაქები ესე სახმარად რაღაცისთვის რა ვიცი ხან ნამსხვრისთვის ხან რაღაცა მოკლედ რა ვიცი. ეხლა სიმართლეს გეტყვით ნამდვილ კარაქს არ ვყიდულობ ნამსხვრებისთვის და ეგეთ რაღაცებისთვის აქციაში იყო და ვიყიდე. ყველი ვიყიდე ასეთი 10 ლარი ღირს ორნაბიტში 10 და რაღაცა კაპიკები სხვათა შორის ძალიან მეგემრიელება. საკმაოდ მარილიანია. ძალიან მომწონს. ყველი გვიყვარს მთელ ოჯახს ძალიან. მე სიმართლე გითხრათ მაინც და მაინც ნაკლებად, მაგრამ ბავშვებს ტოსტებში უყვართ, ირაკლის დილით საუზმეზე უყვართ, დედამთილებსაც უყვართ, ну მოკლედ უყვართ. ასე რომ ყველი სულ გვაქვს ფაქტიურად სახში. კიდე რა ვიყიდე? ეხლავე აუ ეს ხო უნდა ჩამერთო და დავდივარ იმასავით. რატო არ ჩაქრთე? ჩავთოთ და ჩემი ახალი წინსაფარი უნდა გავიკეთო, ვისაც არ უნახია მეგობრებო. მე პირადად ძალიან მომწონს წყალგაუმტარი, ძალიან ესეთი საყვარელი ფერის ჩემი აზრით. მაგრამ აი ამას რაღაცა უნდა უყო, თორე ძალიან მედება. ეგრე რა. ასეთ მოდიში. მოკლედ. აი ეს შემდეგ ორეო ვიყიდე აქციაში. წოდი აქედან მიშლი მეთქი გითხარი. ეხლა ესეთ დაგაკავებ წოდი. ეს ორეო იყო აქციაში ორეო. ვიყიდე ფარში ქათმის ბიუბიუში კილო და 300 გამომივიდა. გამოჟონა. კილო 300 გამომივიდა 15 ლარში. ჩაი აღარ მქონდა საერთოდ და ვიყიდე აზერ ჩაი ძალიან მიყვარს. აქედანაც სუნი აქვს აი ვითომ სუნი აქედან იქამდე მიდის. ძალიან გემრიელია. მე პირადად მომწონს. მე მგონი კამილას არ უყვარს, რა მეშვება, დალევსაბა სხვა რა გზავს. დალევსაბა რა სიზავს. ეხლა მივხედოთ ფარშს. თორე მთელი ოჯახი მემელოდებას აჭმელი. გავაკეთო უნდა ჩქარა. так. ჩეთინომკი კარტოფილი დაადგა, ეთქობა უკვე ვეღარ დამელოდა, იმიტომ რომ ვერ მომიცადი დილიდან უფრო ადრე ვერ გავედი ვერსად. ცოტა დიდი თასი ავიღეთ. ეს ფარში გადმოვა ტრიალეთ, ზედმეტი. წვენი გადავასხა, წვენი კი არა და სისხლი მგონი ხო? ცოტა არ არის ლამაზი სანახაობა, მაგრამ სხვა არა გვაქვს.
ხო, რავი, დიდი ხანი ფიქრობდი, მაგრამ ესე ყოფილი თუ რამე ტილარი ჟუდა. მაგრამ 100 ლარი კიდევ ხარჯი ზუსტად. ზუსტად 100 ლარი დავხარჯ. რაცა თეთრები გადამრჩა. შედიხარ და აღარ აგახ არაფერი საერთოდ. ხო, რაღაცები ვიყიდე, მაგრამ და უხოვკაში გავაკეთებ. კადრები? ხო. ზარება если я сейчас их начну жарить, они до вечера их не будет. მაგრამ ეს რო ის არ გაყინული? არა, გაყინული. ეხლა მოვიტანო. გავხეხოთ ახლა კარტოფილიც და ხახვიც და ჩავამატოთ. ახლა უნდა გავწუროთ კარგად.
და ბოლო გადარჩა ერთხელაც დღეს კარგია მინდია თვითქოს და მზეა, მაგრამ ისეთი ქარია საკმაოდ გრიოა, მინდა გითხრათ. არ მეგონა თუ ესე იქნებოდა. აუ მე მიყვარს რო აი კარტოფილის ნაწილაკები და ხახვის ნაწილაკები რო იგრძნობა კარგად კატლეტში. და ის ქათმის ფარში ისეთი ნეჟნი, ისეთი ნაზი გამოდის, რომ რა ვიცი, ისეთი კარგი გემრიელი გამოდის ძალიან. ძალიან ნაზი გამოდის სხვათა შორის. და ახლა ეს პურის ნაწილაკებიც ესეც კარგად ესე დავშალოთ ხელებით. სუნელები დავაყარე, დაგვრჩა მარილიღა დავაყაროთ და შეგვიძლია უკვე გავაწყოთ ჩვენი კატლეტები. ჯერ მინდა ამოვავლო კვერცხში და მერე საფანელში. ეხლა გავფინოთ, აქ შეურიე ფარში, აქ პერგამენტს გავფრენ. მოკლედ ისევ გადავიფიქრე, ალბათ კვერცხში არ ამოვავლებ, ეგრევე საფანელში. და შეიძლება დაასკოჩე. პატარა სკოჩი აიღე და დაასკოჩე. საფანელი ესეც და წინაზე გავაკეთე, ეგეც ცოტა დამჩეს საფანელი. მოკლედ ვაკეთებ ეხლა და ბავშვებს ვაჩვენებ ერთ პარტიას თუ მოეწონებათ. გავაგზავნებ, თუ არ მოეწონებათ კიდე შემდეგ პარტიას ისევ შევბრაწავ. ნახოთ აბა. იმიტომ რომ ამათ როგორც უყვართ, ისეთები უყვართ, სხვანაირი არ უყვართ. და აბა ვნახოთ თუ მოეწონებათ, თუ არა და მე მგონი წესით უნდა მოეწონოთ, მაგრამ თუ არა და დამარჩენებს. აი ესე. ცოტა მოგრძო ფორმა მივცეთ. კარგად ამოვავლოთ საფანელში და დავაწყოთ პერგამენტზე. აი ესე ლამაზად. აი ეს ლამაზად დავალაგოთ ბოლომდე და შევდგათ ფურაში. 200 გრადუსზე, სანამ არ გამზადდება. აბა ვნახოთ ბავშვებთან რა სიტუაცია არის. ბავშვებო, მერე მოგავეთ ხო აქავრობა? ყრია ყველაფერი.
ჯიგუბესი გვაქვს. ძალიან ლამაზია ბავშვებო. და ის ვიოზდაჩკა რო არ შევუკვეთეთ ბალბერიზე, შევუკვეთოთ? პაწია იქნება დედა არ ჩამოიცმევა ზემოდან. თემუკა. ვისთვის გინდა? ძალიან კაი. Jingle bells. მაიმე მილენამ თავისი ციცქნა და ტელეფონს არ დააბიჯო. არ ჩამოეცმევა დედა. ციცქნა ვარსკვლავი მოიტანა. არა და. ნახე რა ციცქნა ვარსკვლავია. ნახე რა ფრინა ნაზრია და რა ციცქნა. რა ლამაზია ძალიან ლამაზია ყველაფერი. ფერებშიც როგორ მოუხდა. იმ პატარებს არ აკეთებთ? თემკუ სალომეს მიეცი ტელეფონი. ესენიც ძალიან ლამაზებია ამათ ფერებში. ნაცრისფერ ვარ. აკა სალომე. ნაცრისფერ. სალომე. ნაცრისფრის ფერში. ეს ზოგადად ძალიან ლამაზია და სანტიმეტრი სულ. ეს რა თქინდა? იმაგაში ჩადე ის. კრინძილოჩიკი ეს მილენას ხელით გაკეთებულია ესეთი ლოლიპოპი. ლოლიპოპს. კათოლის ბაბა მომწონს. კოდუშკაში დევს? ხო. რა იცი? ვიცი. დავინოჩიკიც. არა, კიდე პაკეტია და მაგაში დევს ყველაფერი. აბა თუ ვიპოვე, მოიცა მივხედო. აი ესეთი. სნეგავი კი მოვიტანე. მეტი არაფერი არ არის, დავიჯერო? კეთინო სხვა რაღაცები არ მოგცა? გამე. აი ესეთი სნეგავი კი მოვიტანე. რა ქვია მას თოვლის პაპა ქვია მე მგონი რა ვიცი. თოვლის პაპა არ ქვია. თოვლის გუნდა. ან თოვლის გუნდა. რა ქვია სნეგავიქს ქართულად მეგობრებო? საყვარელია ძალიან. რამდენი რამეებია. ესეთი. კიდე რამდენი ელფებია. აპარატში. ესეთი მე მოვიგე მე. ელფებია კიდე. აგზე ვინო. ჩემთვე ვინო. ვინო გიშო. კაი, რა თქინდა თუნდაც ეხა. რავი, აბა გზე. ძალიან ლამაზია ბავშვებო, მომიტანს თქვენი ნაძვის ხე. რა მაგარია, ჩვენთან უკვე მოვიდა ახალი წელი. სუპერ. მოკლედ, ბავშვებს მაინც ცალკე შევუწვი ზეთში, იმიტომ რომ ვიცი რომ შეიძლება მათ არ მოეწონოთ. და მილენა აგერ უკვე ჭამს. როგორია? ნორმალური? მილენამ ძალიან კაი კომპლიმენტები არ იცის, მაინც და მაინც. კამილამ იცის ძალიან კომპლიმენტები ხოლმე. ეხა ხო ახალი ტრუბიჩკები აქვს ხოლმე როგორღაც. აბა ეხა კამი შენს გასინჯე და შენ მითხარი შენი შეფასება როგორია. კატლეტი. თანდორა გიქია. ეხა 2 წუთით და ქურის კატლეტებით შეიბრაწება უკვე. და გასინჯე რა შენი აზრი მაინტერესებს. ხედა რა. აჰა. კარგია, მართლა. 10-დან? ჩესნა. თურა. თურა. 9? კაი, იყოს 9. ესეთი ამბები მეგობრებო, ეხა გადმოვიღებ, ამასაც მაინტერესებს. და გავიქეცი, კეჩუპი დამავიწყდა. რაღაცა რო არ დამავიწყდა, სხვა შეიძლება. აგერ უკვე გადმოვიღებ და შემდეგ ერთ პარტიასაც შევდგავ. შემდეგ. აგერ მეგობრებო. Так, რაში ჩავალაგო ეხლა ეგ მაინტერესებს მე.
აგერ რო გამოვაჩინო როგორმე. საახალწლოდ გასწრებული უნდა გავაკეთებ საახალწლოდ, ოღონდ ქათმის არა. აბა გასწრებული არა კრილიშკები. საახალწლოდ კრილიშკები. აი გარედან ხრაშუნა, შიგნიდან რბილი. მე ბავშვებო, შაურმა საახალწლოდ რა უბედურება. შეიძლება თქვი მარკას ხელი. აი განაძნელი გასაკეთებელი კი არ არის, მაგრამ შაურმა და ახალი წელი? ერთი ცალი უნდა გავსინჯო ახლა. რა თქმა უნდა. და კიდე ერთი პარტია მექნება შესადგმელი. შვენივრად გამოიყურება, იურეც მზადდება. აგერ კარგი მოფიქრება, სხვათა შორის პერგამენტი მეგობრებო, იმიტომ რომ მე ზედაპირი სუფთა რჩება და არაფერი არ ეწებება. პერგამენტი მაინც სრიალაა და უფრო იოლად სწვრება ეს ჩვენი კატლეტი. ეხლა მინდა ერთი ცალი გავსინჯო, ცოტა ცხელი კი იქნება ჯერ, მაგრამ აბა პერგამენტი მისცემს ქონიარჩებოდა სანანზე და ადვილად რომ მასალები იყოს. და ქონი ხოეთი და იგივეა. ხო. მერე პიურეც იქნება და თუ გინდა რძეს ნაჭამი. გემრიელია. ძალიან მომწონს, ესე უფრო გარედან ხრაშუნა, შიგნიდან რბილი. ესე უფრო სასარგებლოა, რა თქმა უნდა, ზეთის გარეშე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ აი ამ შედეგითაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ზეთში ძალიან ხრაშუნა და ძალიან გემრიელი გამოდის. უბრალოდ ეს უფრო სასარგებლოა. ზედმეტი ქოლესტერინიც არ არის. ასე ვთქვათ, სასარგებლო. კარგით, მეგობრებო, ამაზე გემშვიდობებით კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს, იბედნიერეთ, იხარეთ და იმრავლეთ. გვიყვარხართ ძალიან, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბევრი ლაიქები და კომენტარები უკანა ვიდეოსაც უყურეთ, ანუ იქ რო არის. მანამდე რო იყო. და რა თქმა უნდა, აუცილებლად დაგვილაიქეთ და დაგვიკომენტარეთ. დროებით, აბა თქვენის